პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია ბიზნესის რეკეტის ფაქტებს ისმენს. გონების წართმევის შესახებ ნაცმოძრაობის რეჟიმის მიერ დაზარალებულები ყვებიან. უფლებების შელახვის თაობაზე, კომისიის ხდომაზე დავით ქანთარიამ, გურამ თირქიამ და თამას წულაიამ ილაპარაკეს. დღეს ბევრჯერ ახსენეს რონალდ ბაჩო და დათა ახალაიები. ჩვენი დღევანდელი ხდომის აი ამ კონკრეტული ნაწილის მიზანია გამოვკვეთოთ სამეგრელოში და უფრო ფართოდ დასავლეთ საქართველოში როგორ მუშაობდა ის რეჟიმი. სამეგრელოსთვის გამოიკვეთა უკვე ერთი მახასიათებელი კონკრეტული, რომ იყო მამა ახალაია, პროკურორი როლანდი, რომელიც უკანონოდ შავი სიების მიხედვით აუბედურებდა ხალხს, იყენებდა ბოროტად მის ხელთ არსებულ ბერკეტებს და შემდეგ თავის ორ შვილს დათა ახალაიას და ბაჩო ახალაიას მარაგებდა ამ უკანონო საქმეებითა და პატიმრებით. როლანდ ახალაია ზუგდიდმა გამოაგდო თავისმა თანამშრომლებმა. კარები აუჭედეს, რომელიც შემდეგ ჩვენ გვიჭერს კორუფციის გამოგონილი ბრალდებებით და გვიშებს ციხეში მთელ სამეგრელოს. 400-ზე მეტი ჩინოვნიკი. ეს იყო კონვეიერი, მამა და შვილები, ერთი ოჯახი. არ იყო მაშინ ინტერესთა კონფლიქტი ან რამე არ იყო კაცო. როლანდ ახალაიამ დაიჭირა სოსო ჭანტურია. აბაშის ყოფილი გამგებელი. სოსო ჭანტურია გარდაიცვალა ციხეში. როლანდ ახალაიამ გაშვების წინა ღამეს და გამოსულიყო სოსო. გაშვების წინა ღამეს დაუმატა სასჯელი. მანამდე სოსოს გულის შეტებით გადაიყვანეს მელიამ უმკურნალა მას და ახლობლობდნენ აი ეს ანზორ მელია რომ არის კარდიოლოგი. და იწვა სამამტყოფოში რამდენიმე თვეზე მეტი ალბათ. შემდეგ დააბრუნეს ციხეში, სოსო გამწარებით იხვეწებოდა კამერაში, რომ წამიყვანეთ, არ მომკლათ. აი აქ მომკლათ რა. ძლივს გამოიყვანეს, დასჭირდა შუნტირება. დააბრუნეს ციხეზე, გადაიყვანეს ზონაში და უნდა გავიდეს ხვალ, დაუშვათ. დღეს აუკითხეს ახალი ბრალი და დაუმატეს 2 წელიწადი. იმ ღამესვე გული გაუსკდა და გარდაიცვალა. სოსო გამოტენეს უკაცრავად შიგნით ნახერხით და რაღაცა კუნძი ჩაუდეს. აი ეს სულხანა და დათო მირცხულავა არ დაუშვა და ესე გააპატიოსდეს მიცვალებულა გამოუშვეს აბაშაში. 9 წელი მიმუშავე წალენჯიხაში. ერთი ფაქტი ვერ იპოვეს ამათმა. და წალენჯიხის ფაქტზე ვერ დამიჭირეს. ყალბი დოკუმენტის საფუძველზე, ვინმე ციმენტია საფუძველზე, როლანდ ახალაიამ აი ესე ტრაფართლიანად აი ესე იწერებოდა და იჭერდნენ ხალხს. დოგმას საფუძველზე ვარ დაჭერილი 2 ჯერ. კონფლიქტი მომივიდა ერთ კაცთან, რომელიც ახალაიას ყავდა ციხიდან გამოშვებული თავდებით. შემდეგ ამ კაცმა მეორე და მესამე დღეს ხალხი გამიგზავნა და ვაპატია ის რაც დააშავა და შევრიგდით. ერთი თვის შემდეგ ახალაიამ ეს კაცი დაამუშავა და დამიჯერეს. და თან მომთხოვეს, რომ ამ წილს და ამას თუ დავთმობი, მე პრობლემა არ მექნებოდა. მე არ წილი დავთმე არც არაფერი და მაშინ როდესაც მოსამართლე გამოაცხადა ხვალ გაუშვებ წულაიას საპროცესოთიო, იმ საღამოს დაამუშავა ახალაიამ და შეაშინა ეს და მომცეს 20 წელი და ნახევარი. ვინმე დავით როგავამ ამათთან გააბა კონტაქტი და ეს ჩემი ენგურის ბიძუზება გადაწყვეტა. ახალაია მიცოდა ამან რა ამ დავით როგავამ როგორ მიითვისა, არ უყიდია ენგური, მიითვისა აქციის საბაზრად, მთლიანად შემიწირდა ყველაფერი. და აძლიეს $50,000. ახალაიამ რო წაართვა ამათ ეს და რო გააქცია ეს ხალხი რო შეაშინა, რადგან ფული არ მიიღო იმდენ რამდენს უნდოდა და უნორმალშენობის გარდა წაგვართვა 21 ობიექტი. წამრთმევი ვინ არის და ვის ხელში? წამრთმევი არის ახალაია პროკურორის ზუგდიდის პროკურორი, რომელმაც გააწყავა სამეგრელო, რომელმაც დაიჭირა ბევრი დანაშაულ ადამიანი. როლანდ ახალაიაზე ამ. დიახ, როლანდ ახალაია. ჩემი ბიჭი დაიჭირეს პატრონმა გააჩერა გუშინ მე დაგიძახეს შენ მანქანა არ გააჩერეო ჩხუბი აატეხვნეს ამ ადღეში ჩემი მეორე ბიჭი მივიდა წანიშის კებეზე ციხეში არა და ტანსაცმელი მიუტანა ჩემს შვილს აღუძრეს საქმე
შენ რო ტანსაცმელი მიუტანეო, იმაშიო, თურმე გარეცხანდე პლანი იდოო. ორივე ჩამიჯდეს და სამი ვიყავით ციხეში ერთად. უნივარბაი გენგოში რომ მიითვისა ახალაია, მესამე სართულზე გაუხსნიათ გამასაჯანსაღებელი სპორტული პოლიციელებისთვის ვითომ რაღაცა. რა ხდებოდა? მესამე სართულიდან უკრიდან იყო ასასვლელი, ღამით 9-10 საათის მერე აიყვანენ ადამიანს, ხელბორკილიანს, მიდიოდა ცემა, მიდიოდა ტყება, მიდიოდა მაპატიეთ იქ რო არის ერთი კასტილიანი კაცი და უბირია და რაღაცა რო არის იმ ენგურში იმ შენობაშია. ვიღაცა საწყალი კაცი რო გაუბედროს და გაუპატევროს, ის იქ იყო იმ შენობაში. კასრები და ყველაფერი იქ იყო, მაგრამ როდესაც დაბრუნდა ქართული ოცნება, სამ დღეში ეს შენი კასრები ყველაფერი სადღაც წავიდა და ის იყო მერე სადღაც რო ნახეს. მამას ჰქონდა სია, მამა დაიჭერდა შულთან იყო და მერე იყო ვაჭრობა. გაუშვათ, არ გაუშვათ, ჰოლანდია ასე თუ წამოწოლილი და 30 კაცი ღებულობდა დღეში. ამ 30 კაციდან წინას არ იცოდა რა ქონდა ქალბატონ თეატროლოგიას ქონება, რა ქონდა თამაწულიას ქონება, რა ქონდა სოზარსუბას და ყველას. და ამ იცოდა რა მოეთხოვა. შევიდოდა და საწყალი ხალხი კიდე გაატყაბა, ზოგს როხა გააკეთვინა, ზოგს რაღაცა პატოდი ჰქონდა. დაახლოებით 1.300 მილიონი დოლარი ახალაიამ ხალხს გამოძალა დაახლოებით ამდენი ფული. მამა ახალაია როლანდი, როგორც პროკურორი, სამეგრელოდან შვილს ბაჩუ ახალაიას ამარაგებდა პატიმრებით. რა თქმა უნდა, ეს სასჯელახსურების ეს არ არის ახალი ამბავი. როლანდი სახშია შაკეთილი და ანდა ღამიწავა სადმე ქალაქში მაგი ვერ გამოვა. რატო ვერ გამოვა როლანდი ახალაია? ჩემი სანები რო შეხვდება მაგას იმდენი სტუდიას გაკეთებული. კარგი, მე ჩემთან უკან მოიქცა, მაგრამ ჩემზე უარესიას გაკეთებული. ხალხი ყავს მის შვილებს დაყუპული. ხალხია პატივსანი, ხალხი მოკრული. რამდენი ვინმე მოკლეს, რამდენი ვინმე იმასე სხვაში გადააგდეს. ჭარს გაკეთებული სახლში, ეზოში კი არა. ოთახში ქვევით. რომ სახლი არ მოუწავლონ და ეშინია. როლანდი ახალაია, ესე პირისპირ არ გინახა. არ მინახა. ყოველთვის მეუბნებოდნენ როლანდი ისმენს და ჩართავენ რაღაცას და დგევარ იმის წინ. იქით არაფერს არ ხედა. სასამართლო დროს ვიღაცა მომიყვანეს ჩემთვის უცნობი. ეკითხებია, იყო გურამი თირქია შენთან. შენ თქვი ბიჭო მეთქი. რას იცი ყველაფერი თქვი მეთქი. ბოლო ამოუვიდა. არ ვისნობ გურამი თირქიას და რა ვთქვაო. მეუღლე მასწავლებელი იყო. მოხსნეს სამსახურიდან, ბიჭი საჯარო სკოლაში, საჯარო იმაში მუშაობდა სამსახურში, მოხსნეს. ისეთი რაღაცა გადავიტანეთ ოჯახში, მეუღლეს ინფარქტი, ბიჭს დიაბეტი, მე დიაბეტი და ამოწყდა თითქმის ოჯახი. როცა მიხვედით პროკურატურის შენობაში, მაშინ თუ ნახეთ თქვენი მეუღლე და ვაჟი? არა. არა. მაგრამ ნამდვილად იყვნენ დაკავებულები. მარჯვნივ გამიყვანეს და მაგნების ალბათ კიდევ ორი ადგილას ჰქონდა შესასვლელი, აი იქიდან გამოიყვანეს მაგნები. სახლში რომ მივედი, სახლში დამხვდა ყველა, მაგრამ ერთმანეთს დაუწყეთ რა არისო, რა მოხდაო. არც თქვენი შვილისთვის, არც თქვენი მეუღლისთვის არანაირი ბრალი არ წაუყენებიათ, ხო? არა. უბრალოდ ყავდათ როგორც მძევლები, რომ თქვენ მieყვანეთ იქ. დიახ, ეს პრესტიჟული ადგილი ვიღაცისთვის უნდოდა. მერე მითხრეს ადიშვილს მიეცი ნახევარი და ყველაფერს გაგიკეთებენ. მეთქი არავის არ მივცემ სანახევრო, არაფერი არ მაქვს მეთქი. როლანდი რო იტყოდა, ეშინოდა ხალხს, ქუჩაში იჭერდნენ. გამოძიება დაიწყო, დაიბარეს ერთხელ. და სასამართლომდე ვერ მიაღწია, ზოგმა ინსულტი მიიღო, ზოგმა ადგილზე გარდაიცვალა. მაგნები დამნაშავეს არ ეძებდნენ. მაგნები ეძებდნენ ვის რა ეკონომიური მდგომარეობა ჰქონდა. სააკაშვილი დღეში სამჯერ ფრინდებოდა ჩემს ტერიტორიაზე. იცოდა რომ გართმევდნენ მიწას. როგორ არ იცოდა, აუხსნა იქ დაცვის უფროსმა, თავისი დაცვის უფროსმა. წაართვესო მიწები და ციხეშიც აჯენენა. ხო და რამე ხა რაც არ გეხებათ, იმაში ნუ შედიხართ. თუ გეხმარებოდათ ვინმე იურიდიული საკითხების მოგვარებაში, ან ადვოკატი თუ ყავდათ ვინმე, ან მრჩეველი თუ ყავდათ? ადვოკატი არა იყვანო. ადვოკატი თავისით ყავდა მაგნებს. იქ გუბერნატორიც როლანდი იყო ახალაია, პროკურორი, მოსამართლე და მაყურებელიც.